მოგესალმებით ყველას. ოსიაურში მე არ ყოფილვარ ასეთ შეხვედრაზე. Național მოძრაობის საწყისი დროიდან, როცა მქონდა აქ თქვენ და საჭიდაო დარბაზში ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, რომელსაც ძალიან დიდი სიტყვით ვიხსენებ. მაშინ მოვდიოდი აქ როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ეს იყო სუსხვა ამპლუა. აქ მოვდივარ ახლა იმისაც, რომ ანგარიში ჩაგაბაროთ ასევე იმაზე რა გაკეთდა და ასევე იმაზე განსაკუთრებით რის გაკეთებას ვაპირებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 15 წუთში, რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 1 წელიწადში, რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 4 წელიწადში. ოსიაური არის ერთ-ერთი ყველაზე მიუხედავად რომ რაღაცები გაკეთდა, მაინც პრობლემურ სოფლად შეება ჩვენთვის, აგერეთ სოფლის გზებს უყურებთ, აგერეთ წყლის პრობლემა, რომელსაც 70% წყალს სოფელს წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება, რაც არის ძალიან პრობლემური ჩვენთვის. აქ არის ნაპირსამაგრების პრობლემა მოგეხსენებათ კარგად, ეს მდინარე როცა გამოდის ნაპირებიდან რამხელა ზიანს აყენებს ხალხს, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. დღეს მოვედი კონკრეტული საკითხები, აქ ბევრი სხვა საკითხებია ის, რაც ეხება ჩვენ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, რაც ეხება პენსიების შემდგომ ზრდას. იცით რომ სექტემბერში ჩვენ პენსიას გავზდით შემდგომ და ეს იქნება უკვე ჯერ 65 წელზე ასაკის მქონე გაიზრდება 140 ლარამდე, ხოლო მომავალ წელს ყველა პენსიონერს ამ საპენსიო ასაკის გაიზრდება უკვე $100 მინიმალური პენსია. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, ჩვენ 2.5 მილიონი ადამიანს წელს დავაზღვევთ და ჩვენ გადავალთ უახლოეს პერიოდში, უახლოეს წლებში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ ხალხს ჭირდება, თუ არ უნდა დარჩეს საქართველოში არც ერთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც შემთხვევით, გაჭირვებით რაღაცით არ შეიძლება ამ ახალ საავადმყოფოებში, რომელსაც ჩვენ ყველ გავხსნით, მათ შორის ხაშურში გავხსნით ძალიან მაგარი საავადმყოფო კურნალო. საქართველოში უნდა იყოს საყოველთაო დაზღვევა. და ეხლა დღეს აქ ჩამოვედი იმისათვის რომ ვისაუბრო გაზზე. თქვენ იცით რომ ოსიაურში ჩვენ შემოვიდეთ გაზი. კომუნისტების დროს ქვედა ზონაში იყო იქით გაზი, მერე იქიც აღარ იყო. ახლა თელ ოსიაურში როგორც მე დაგპირდით წინა საპარლამენტო არჩევნების წინ. თელ ოსიაურში იქნება გაზი. თქვენ გახსოვთ ჩვენი საარჩევნო დაპირებები. გაზი ყველა სოფელს, ტრაქტორი ყველა სოფელს, წყალი არ ყოფილა, მაგრამ წყალი ეხა კეთდება. გზა ყველა სოფლამდე მიდის და მივადა, ეხა 200 სოფელში კეთდება ახალი მეორადი გზები და აუცილებლად ყველგან მივადა სოფლის შიგნითაც. მაგრამ გაზი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირება. იმიტომ რომ ეს მოითხოვდა $100 მილიონი ინვესტიციას, ეს მოითხოვდა ძალიან ბევრ ძალისხმევას და ამიტომ ეს ახლა სრულდება. მაგრამ თავარი პრობლემა რა იყო ყოველთვის გაზი. ამიტომ ამასწინათ ფოჩი შეხვდი ხალხს ეზოში და მეუბნება რომ ცოტა გაზვია და 700 ლარიო შემოყვა 700 არ ყიდა მე გადავამოწო 400 ხიდა იქ მაგრამ 300 400 ზოგან 500 ლარი შეჭდება გაზის შეყვანა ერთჯერადად და თუ ხალხთან მიადგები გაზის მის შეუყვა სახთა და ეუბნები რომ აღა სახში რომ შეგიყვანო ეს გაზი მომეცი 500 ლარი ოჯახების აბსოლუტურ უმეტესობას ამის ფული არ აქვს და აბსოლუტურ უმეტესობა უყურებს კაი მომიყვანით მილი და მე რა ამიტომ თელი ეს ამ ფოთის ბოლო შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღე ვიმტროთ თავს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, სოკარის წარმომადგენლებთან ერთად და შევიმუშავეთ ჩვენი სქემა და მინდა გაგაცნოთ აქ პირველად. დღეს ბალონის გაზი რამდენი საგაქვს სახში, აბა ავწიეთ ხე. ყველას. ბალონი ჯდება სადაც 25 ლარი თვეში, ხო? 30-მდე, ხო? 28 ლარი. აი ეხა მოდით შევიმუშავოთ ეს სქემა. რაც გიჯდება თვეში ბალონის გაზი ზუსტად იმ თანხაში განვადებაში სადაც შეიძლება ყველაფერი ყოველთვიურად გადაიხარეთ და თქვენ გეკნებათ ბუნებრივი გაზი. არის სამართლიანი და სწორი. აი ესე ვიმუშავეთ ერთად, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ იგრძნობთ და ყველა ოჯახში, ოსიაურში და ყველა დანარჩენ ადგილზე საქართველოს სადაც არის გაზის მილი და არის ყველგან მიყვანილი, ყველას ექნება ფასი გაზის ბალონის ფასად ბუნებრივი აირი და ყველა ამოვისურთქებთ ერთად. აი ეს არის რაც რისი თქმაც თქვენთვის სურდა ასევე მინდა ვთქვა რომ ვანო ჯავახიშვილის ჟინაზე გასწრეს ეხლა გულზე
ყველა ვისაც ხაშური არ მოწონს ან ხანდახან სურვილი ახოვე დაცინის. ეხლა თქვენი სტემართით წავალ და ამ მაისურში ავავსებ გაზის სიბილს და შემოვიყვათ ყველა ოჯახს. მადლობა. აბა მოი ბავშვები. აი. აი.